როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ თქვენზე, როგორც ყოველთვის. მისი დამოკიდებულება, მისი ენერგიები, აქედან გამომდინარე კითხვები წამოვა და ვნახოთ დღეს რა ხდება და რა თქმა უნდა, ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. მაშასე დავიწყოთ. მისი დამოკიდებულება, მისი ენერგია, როგორ არის მთლიანობაში. ძალიან მიყვარს არკანუმი. პირველად რომ დავინახე, ეგრევე შემიყვარდა და ზუსტად მომაგონდა თქო, მომაფიქრდა ყველაფერი, რაც მინდოდა მე თქვა და დღემდე იმდენად კარგად მახსოვს, რომ, იმდენ მახსოვს, რომ ზუსტად ის მითხრა, რაც საჭირო იყო. თუმცა ძალიან მსუბუქია, გეგონებას ღაპრულია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დელიკატურად გაწვდის მწარი სიმართლეს. მაშასე დავიწყოთ ახლა ჩვენ მისი საერთო ენერგია შენს მიმართ, ანუ დამოკიდებულება, ხუთიანი თასია, ესე იგი თუ ახლა არ ხართ კონტაქტზე, ან იმედგაცრუებული ხართ, ძალიან კარგად მოერგება თქვენ სიტუაციას და მისი საერთო ენერგია არის და საერთოდ ხუთიანი თასი ჩემთვის როგორია, იცი, გააჩნი ახლა ამ შემთხვევაში მე ამ არკანუმიდან ასე ვგრძნო სხვა დასტას სხვა ენერგეტიკა აქვს უფრო, მაგრამ ჩემი აზრით ეს როგორი ხუთიანი თასია, შეეძლო ყოფილიყო ყველაფერი უკეთესად. იცოდა ეს ყველაფერი სანამდე მოვიდოდა, მაგრამ ხო უნდა ინანოს მერე რაღაც, აი თითქოს ეს არის რაღაცა რიტუალი, რომ მოწყენილი ადამიანი განცდებში არა და შეუძლია და შეეძლო რაღაცის გაკეთება. თუ თქვენ იცანით, გააგრძელეთ. მისი საერთო ენერგია, თასების მეფე, ადამიანი, რომელიც ძალიან მჭერმეტყველია განსაკუთრებით. არა, კეთილია, ვერაფერს ვერ ვიტყვი. მართლა ვერაფერს ვერ ვიტყვი, კეთილია, მაგრამ საკუთარ თავის წინ თასების მეფეს როგორც აფანატებენ, რომ აი მე უყვარხარ, არც მასი არ არის საქმე. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა. ეს ადამიანი მაშინ არის კარგი და არაჩვეულებრივი შენს მიმართ, თუ იმას გრძნობს და ხედავს, რაც მას უნდა და არა იმ რეალობას, მაგალითად, რაც შენ შეგიძლია მიცემ. ახლა როცა გინდა ადამიანი მოგწონს, გიყვარს და მე უკვე ცოტა გაუმკაცრებ რაღაცის გამო, თასების მეფე ამ დროს ვერ გაგიგებს. და ისეთ არგუმენტებს ჩამოგიყალიბებს აქ, თა რო უყურებ ახლა ხუთიან თასთან, რომ ვერ ხვდება რატომ რა დააშავა. ამიტომ ძალიან ბევრი ენერგიები არ დახარჯოთ. საერთო ენერგია მისი, მოდი ვნახოთ მარტო თასების მეფეთი მე ვერ ვიმსჯელებ, დავამატოთ. ანუ აქ განსხვავება არის მოლოდინებში. ერთადერთი, ესე იგი ვერ თანხმდებით ურთიერთობაში რაღაცაზე, რაც აუცილებელია. რომ უნდა გადაიბას ეს, აი რომ გამყარდეს, მაგრამ მთლიანობაში მისი ემოცია, მისი გრძნობა ძალიან დასანანია, რომ ვერ უგებთ ერთმანეთს და ვერ თანხმდებით, იმიტომ რომ მე მჯერა ამ ადამიანის, იმიტომ მეცინება, რომ როგორ შეიძლება ასე მჯერდეს, მაგრამ მე აქედან მჯერა ამის. ხო კი, ხა დიპლომატია, მაგრამ მჯერა ამის. დამოკიდებულების, გულწრფელობის, შენზე რა თქმა უნდა, არანაირად უარყოფითი არ უნდა ამ პიროვნებას. სუდად თუ გამოდის რაღაცები. ამიტომ დამოკიდებულება აი გულწრფელად კეთილი ზრახვებით არის, რა გიშლის ხელს, მე მაინტერესებს, აი რა გიშლის ხელს, იმიტომ რომ აქ ფაქტია, რომ უთანხმოება, ანუ რა გიშლის ხელს ამ ყველაფერში, რომ მაგალითად შენი პარტნიორი იყოს კარგად. ძალიან არ მიყვარს ეს აწყობები, მე ხანდახან არ ვიცი, რამდენად სწორად გამოვაჩენ ახლა ამას ნახე. პირისპირ უყურებენ ერთმანეთს. რა გიშლის არა ვინ, ანუ შენ უშლი ხელს. ესე იგი შენ უფრო რაღაცა, აი, როგორ რაღაცა იცი, ამას თასი უკავია ხელში. შენ პენტაკლი, შენ უფრო შეიძლება კი იცი ამის კრიზო, მაგრამ შენ პენტაკლი გინდა, ეს უკვე რაღაცა გინდა, ხო? არ მინდა რომ ვთქვა, რომ არა, ამ თასებს ჯიბეში ვერ ჩაიდებ და პენტაკლი უფრო კარგი ჩასადებ. ეს არის შენი სტაბილურობა თითქოს, შენი თვითშეფასება, შენ სტატუსი გინდა. ან თუ გაქვს უკვე სტატუსი, რაღაცა პროგრესი გინდა სტატუსში. ხო და ამას უნდა გრძნობა, ამას უნდა ემოცია. არის ესეთი დიალოგები, ხა მახსენდება, ხო? როცა მამაკაცი ამბობს,
მე მხოლოდ სიმშვიდე მინდა, მე მინდა რომ ყველაფერი ჰარმონიულად იყოს. აბა მე გიჟი ვარ, რომ რაღაცა მინდა, ესე იგი დაუკვირდი, ესე იგი შენ ეგოისტურად გინდა, მაგრამ ასე არ ხდება. საწყალი ჩემი მეზობელი იყო და აცხონოს ღმერთმა, მიმციეს მომციე უნდაო, ხო და აი ზუსტად ეს არის აქ დარღვეული. ახლა ვნახოთ მთავარი კითხვა. მოგცემს იმასაც შენ გინდა? მოგცემს. პირდაპირ რა, ესე რაღაცას გამოუშვებ, მოგცემს. შენი გული არ მთელდება, ანუ ვერ გავიგე რას გაძლევს ასეც, რომ შენი გული გატეხილია მაინც, შენი გული შეიძლება სამიანი ხმალი ახლა დავანებოთ მაინც გავაჟღეროთ მესამე ფაქტორები, მაგრამ შენი გული მოწყენილია. ხდა თუ გააკეთებს ამას, მატარებელი ჩავლილი იქნება. ამიტომ გააკეთებს. მაგრამ რაღაცა თავისებური ხასიათი აქვს. ესე იგი, მე მაინტერესებს კონკრეტულად ეს როგორი ხასიათი, ანუ შენ მიცემ ამ გოგოს სტაბილურ ურთიერთობას? კი. და როგორი იქნება ეს სტაბილური ურთიერთობა? შენთვის როგორი იქნება ეს სტაბილური ურთიერთობა? ვერ ვგებულობ რატოა ასე? ანუ თითქოს ადამიანი გაძლევს სტაბილურ ურთიერთობას, მაგრამ შენთვის ეს არ არის სტაბილური ურთიერთობა. შენთვის შეიძლება, არ ვიცი, ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია, ან უკვე არ განიხილება უკვე, არ ვიცი, ხო, აი რაღაცა ხდება აქ. აშკარად დაგვიანებული, აშკარად დააგვიანებს, მაგრამ დასანახს დაინახავთ. საერთოდ ჩვენ ადამიანები რო ველოდებით, აი მე მაქვს ეს ძალიან როგორ ვთქვა, გამოხატულად მაქვს, არ დავმალავ ამას რა. რაღაცა რომ მინდა მივიღო, აი მე მინდა რომ მივიღო იმ წუთში რაღაცა მაქსიმუმ ერთ თვეში შედეგი, რომ აი შედაგინახო ისე. ბოროტი კი არა ვარ, მაგრამ აი დამახასიათებლად მინდა და რომ მეუბნებიან, აცადე ცხოვრება ამას ისევ. მე თუ არ დავინახე, მე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ან მე რო გამინელდება, მე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? რაღაცა ამდაგვარი ისტორია გამახსენდა. რაღაცა ამიტომ ხართ თქვენ უკმაყოფილო. რა ეშველება ამის გრძნობას, გრძნობა რო აქვს თქვენს მიმართ. აი, რა ეშველება ამ სიტუაციას? მისი ხუთიანი თასი. თქვენ ხლების დედოფალში. რა ეშველება და რა ვიცი, მიიღო მაგან ეტყობა თავისი. ხო, შენ მართალი ხარ, შენს პოზიციაზე. როგორც არ უნდა უყვარდე, მე მაგაში გეთანხმებით თუ რა თქმა უნდა ეს ასია. შეიძლება მამაკაც შენ ძალიან უყვარდე, მაგრამ ის არ აკეთებს ისე, როგორც უნდა გააკეთოს. და არ ითვლება. მე მაგალითად ჩემს ისტორიაზე ვიტყვი, ახლა სულ პატარა მონაკვეთს ვიტყვი, რო იცის ჩემმა მეუღლემ, რომ მიყვარს თეთრი ვარდები. რამდენი წელი ვართ ერთად? 20 წელი. მოგიტანს. ეს ქუთაისური ხასეთ ვიდიან, ვეუბნე ვენოკი არ მინდა, მომიტანს რაღაცა ბახს, აქ გულები, აქ ციყვი იმალება, აქ რაღაცა ტყე, რაღაცა ბუჩკი, ვენოქს ვეძავ, არ მინდა. არავითარ შემთხვევაში არ მოიტანს თეთრად. რანაირად გინდა, მადლობა უთხრა და ბოლოს უკვე ვთხარი არ ვიღებ ამბუკეს, არ მივიღე. ამდენი წლების მერე აღარ მივიღე. არ მინდა მე უთხარი. არც მადლობას არ გიხდით და მიხვდა და მე მომიტანა ერთხელ აწი გააგრძელოს მითხრა რომ მოგიტანა. ვარათ მინდა და მაგლიჯანერვე. ხო და აი ასეთი ისტორია. მოკლედ დღეს ისტორიებზია გადაბმული. კარგით. რჩევას აზრი არ აქვს. კი ბატონო, რჩევას აზრი არ აქვს. ტაროს ალბათ მეტი პასუხის გაცემაც არ უნდა და აი ამ შვენიერ ნოტაზე დავასრულოთ ეს კონსულტაცია და რა თქმა უნდა, მე ყველას გელოდებით კომენტარებში.